ეხლა უნდა გესაუბრო აი ამ ფოტოზე, რომ ფოტოსაც შემოყურებ. ვაჟა-ფშაველას მუღზეული უდევს მუზარადი. და კითხვა, რას აკეთებს ვაჟა-ფშაველა? ამ მუზარადს ქვია ღაჭაურას მუზარადი და თაფლით გოზავს. ანუ იმ ჩახერებულს, იმ ჩაჭრით, ხო, იმ დაზიანებულ ადგილს ავსებს. ვინ იყო ეს ღაჭაურა და ვაჟა-ფშაველი რატო ეფერება აი ამ მუზარადს? მოკლედ ვაჟა-ფშაველას სოფელი ჩარგალი. აი ჩარგლის აყოლებაზე კიდე იყო სოფლები ხოდა, ბოწახი და აფხუშო. აი აფხუშოდან იყო თვითონ ვაზიკაშვილები. და იმ აფხუშოში ხატობას იცოდა, ძალიან ძლიერი სოფელი იყო. ვინა თქვა ენა გაუხვეს, შარგის თავსუნი იყვანია, აფხუშო ჭიჭახეოზე 300 მოსეს თავია, ძალიან მეომარი ხალხი იყო. აი ამ აფხუშოს დაეცნენ მარბიელები, თათრები. და წაიყვანეს 60 რჩეული ქალვაჟი. და ხანს გაკეთებია რომ დახედეთ რომ ასეთი კოჭლა ასეთი ბუციანი ალიო რა ჯანსაღი და ამაყი ხალხიაო და ქვეყნის აი ჯავარი რა წაიყვანეს მოჩა. ეს ღაჭაურა აფხუშველი გმირი ყოფილა სათიბ-სამკალში. რო დაუნახე რომ იქ ცეცხლისბოლი ავა და მიხდა რომ დაეცნენ. აი ამ სოფელს აფხუშოს წაიყვანეს დაარბიეს. ყველაფერი ჩამოვიდა სოფელში და ბიჭებს შემოუძახა ბიჭებს და თათრის ზნე ღაჭაურამ კარგად იცოდაო რომ თუკი ბოლი ადიოდაო მაშინ ვახშმობდნენო, თუკი ბოლი ჩაქრებოდა უკვე იძინებდნენო და ძირითადად ფშავ-ხევსურები თუ შევიდა საერთოდ მთიელები ზოგადად ყველანიც ომებს აწარმოებდნენ ღამის ომებს. ანუ ღამე ეცემოდნენ მტერს თავს, იმიტომ რომ და ფარებით საგანგებოდ ჰქონდათ გამოწვეული შავი ფარები. ანუ ჭვატლით შემოსული რომ მთვარის ნათელს აი ეს ფარები არ გაინათებინა. ამიტომ ატარებდნენ შავ ფარებს რომ მთვარის ნათელში მთვარი აღამეს არ გაეცა მათი საიდუმლო აი ამ მთვარის და არ დაეწყო ლაპლაპი რა ქვია და მოკლედ ჩავიდა ამ შავი ფარებით რამოდენიმე ადამიანი სადაც ისინი დაბანაკებული იყო გუდინჯად და მიყავთ 60 ტყვე. აი ამ ხანს თავი წააგდებინა და ეს მუზარადი რომელიც თავზე ეფარა ხანს ერთი ხლის დარტყმით ჩაახედა და მოკლა კიდე ცხანი და ის ტყევის განთავისუფლა. ეს გმირი იყო ფშაველი აი აფხუშველი ღაჭაურა და ეხლა მუღზეუდეს ვაჟა-ფშაველას ეს მუზარადი სამთლით ამოგოზა ამოოსო ის ჩახებული ადგილი და მე ეს გადაიტანეს მუზარადი ღაჭაურის მუზარადი დარჩული ლაღი ლაშაიჯვარის ხატში იქ ისმეოდა საკაკმო ლუდი და სვამდნენ აი ამ გვინების საძეძელოს. აი ეს ამბავი მინდოდა მომეყოლა აი ამ ფოტოს ვიგრძნო. აქ რასაც შენუყურებ ფოტოებს, სურათებს, ყველაფერს თითო ფოტოზე შემიძლია 1 საათი გესაუბრო, იმიტომ აქ ასეთი ნახატი, ასეთი ფოტო არ არის, ფოტო და ნახატი თავისთვის და ისე. ყველას აქვს ისტორია, ყველას აქვს ახსნა და ეს არის ცოცხალი მატიანე და ისტორია რაც აქ ხდება რა ამ ყველაფერში. მათ შორის ვაჟაზე გესაუბრო და მე მინდა დაგესაუბრო მაღაროსკაში მეწიო და ნიკალას და ვაჟას შეხვედრაზე დაგესაუბრო. როდის შეხვდა ნიკალა და ვაჟა ერთმანეთს, გაიყო მათი საუბრის თემა და როდის გადაეკვეთა მათი გზები. მოკლედ
წინ მრავალი საინტერესო ამბები გვერდება. ვაჟას ლექსი ვეძებე. ალაზანზე რო არის უკუ იყრის თმებსავ. ფშავი. არავი. არა თერს უკვე იღეს რა აქვს მაგ ლექს? ესეც კი არ აქვს. არ აქვს. ზოგი გიხო გინდა? კი.